Պատումից Դելֆինարիումի ստուգնებს ივნისამდე ვერ მიიღებს, ამის შესახებ Դելფինարიումის დირექტორი ნატალია ზოიძე საუბრობს. მისი განცხადებით დაწესებულებაში სანიტარული დღების პარალელურად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტიც 5,000 ლარში ერგეს. მათ ეს გუშინ რესპონდენტი დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ Დელფინარიუმში კედელი ჩამოინგრა. ადმინისტრაციაში ამ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა Დელფინარიუმის დირექტორმა საინფორმაციო გამოშვება მაცნეს გადამღებ ჯგუფს სარემონტო სამუშაოების გადაღების საშუალება გაურკვეველი მიზეზების გამო არ მისცა. ნატალია ზოიძის თქმით, Დელფინარიუმი რამდენიმე დღეში მუშაობას ჩვეულ რეჟიმს კიდევ უფრო გალამაზებული შეხვდება და დაწესებულების დროებით დახურვის ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშიც ფლობენ. ეხლა მიმდინარეობს ფაქტიურად გეგმიური სარემონტო სამუშაოების სეზონისთვის. ვიზიტორთათვის გარემო ნამდვილად მიმზიდველი უნდა იყოს. ჩავაყენე ტურიზმის დეპარტამენტის საქმის კურსში, რომ დაახლოებით 2 კვირის მანძილზე შეჩერებული იქნება სანახაობები დელფინარიუმში ამ სარემონტო სამუშაოების გამო. გამოცხადებულია სანიტარული კვირეული, ბუნებრივია, მოქალაქეებიც ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულები და ყოველ შემთხვევაში 1 ივნისისთვის უკვე ნამდვილად ახალ პროგრამას გარემონტებულ ამას ფონდზე შევთავაზებთ მოქალაქეებს.